გამარჯობა. ამ ვიდეოში გავარჩევთ საკითხს, რომელიც ბევრი ადამიანის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აქვეითებს. ეს არის გაზების ჭარბად დაგროვება. დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ აქ მოსმენილი არც ერთი რჩევა არ გამოგადგებათ ექიმის მიერ თქვენთვის პირადად მოცემული რჩევების ჩასანაცვლებლად. დასაწყისში ვთქვათ, საიდან გროვდება გაზები ნაწლავებში. სანამ ამ თემაზე როგორც პრობლემაზე საუბარს დავიწყებდეთ, ძალსახად ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ გაზების დაგროვება და შემდგომ მისგან დაცლა არის ნორმალური ცხოველქმედების შედეგი. ეს არ არის აპრიორი პათოლოგია. გაზებისგან თავისუფლდება ყველა ცოცხალი არსება დედამიწის ზურგზე, ყველა ადამიანი. დღეში დაახლოებით 9 ლიტრიდან 2 ლიტრამდე მოცულობის გაზებისგან თავისუფლდება ადამიანი. ეს ისე ცნობისთვის, რომ გვახსოვდეს ყოველთვის, სანამ ამ თემას როგორც პრობლემას ისე გავარჩევთ. ნაწლავში გაზების მოხვედრის ორი ძირითადი გზა არსებობს. ერთი არის მისი გარედან მიღება, ხოლო მეორე არის მისი შიგნითვე წარმოქმნა. გარედან მისი მიღების საშუალება არის გადაყლაპვა, აირების გადაყლაპვა, ხოლო შიგნით მისი წარმოქმნის გზა არის მიღებული საკვების ფერმენტაცია ნაწლავური ბაქტერიების მიერ, რა დროსაც აირები შეიძლება წარმოიქმნას ნაწლავებში. საინტერესო ამ ორი გზიდან რომელია ყველაზე უფრო ხშირი მიზეზი ნაწლავში აირების მოხვედრისა? მისი გადაყლაპვა. ეხლა მეორე კითხვა ისმევა ლოგიკურად, რომ როდის ყლაპავთ აირებს? აქ პასუხი არის, რომ ყოველი ყლაპვის დროს ყლაპავთ აირებს, გარკვეული რაოდენობით, თუმცა არის მდგომარეობები, როდესაც ნორმაზე მეტი რაოდენობით აირები შეიძლება მოხვდეს გარედან ადამიანის ორგანიზმში და შემდგომ მიიღოს ამან შემაწუხებელი ხასიათი. ეს მდგომარეობები, როდესაც ცოტა უფრო მეტი რაოდენობით შეიძლება აირები მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში, არის მაგალითად შემდეგი მდგომარეობები: მოწევა, სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა, დენტალური პროთეზების გაფუჭება, მოცვეთა, ძალიან სწრაფად კვება და მაღალი კვების ტემპი, პოსტნაზალური ჩამონაღვენთი, საღეჭი რეზინების ღეჭვა, გაზიანი სასმელების მოხმარება და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ ყველაზე ხშირი მიზეზი არის გაზების გარედან ცოტა უფრო დიდი რაოდენობით შიგნით მოხვედრისა. რაც შეეხება გაზების დაგროვების მეორე გზას, საკვები პროდუქტების ფერმენტაციას ბაქტერიების მიერ, ამაზეც ვთქვათ ორი სიტყვა რა. არის ზოგიერთი ტიპის საკვების პროდუქტი, რომლის მეტად ფერმენტაციაც ხდება ნაწლავებში ჩვენივე ბაქტერიების მიერ. ამ საკვები პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნებიან მაგალითად ყველანაირი კომბოსტო, ყვავილოვანი თუ ბრუსელის თუ ჩვეულებრივი, მაგალითად ხმელი ლობიო, მაგალითად ბროკოლი, მაგალითად უჯრედისით მდიდარი სხვადასხვა პროდუქტები, ხილი იქნება ეს თუ ბოსტნეული, მაგალითად ხელოვნური დამატკბობლებით მდიდარი პროდუქტები და ასე შემდეგ. როდესაც პროდუქტებით და პროდუქტების ფერმენტაციით გაზების ჭარბად დაგროვებაზეა საუბარი, აქ არ შემიძლია არ ვისარგებლო მომენტით და არ აღვნიშნო ერთი სპეციფიური მდგომარეობა. ეს ვიდეო მაინც პაციენტებისთვის რახან არის განკუთვნილი, მინდა მათ გასაგონად თქვა, რომ არის ზოგიერთი მდგომარეობა, ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც გაზების მეტად დაგროვება შეიძლება მოხდეს იმის გამო, რომ საკვები პროდუქტი არა მარტო ისინი სხვა შორის, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით გაზების დაგროვებასთან არიან ასოცირებულები, არამედ ნაკლებად რომლებიც არიან გაზების დაგროვებასთან ასოცირებულები, მათაც შეიძლება დიდი რაოდენობით შემაწუხებელი გაზები დააგროვონ ჩვენს ნაწლავებში და ეს მდგომარეობა არის ყაბზობა, შეკრულობა, როდესაც ნაწლავებში გაზები ნელ-ნელა გადაადგილდებიან, ხო ლოგიკურია, რომ ბაქტერიების მიერ მათი ფერმენტაციაც უფრო ნელ-ნელა და უფრო ხანგრძლივად ხდება და უფრო ხანგრძლივად წარმოიქმნება აირები, რაც შესაძლოა შემდგომ შემაწუხებელ ხასიათს იღებდეს. ახლა კი მინდა გადავიდე მთავარ თემაზე და მოგცეთ კონკრეტული რეკომენდაციები თუ რა უნდა ვქნათ და რა არ უნდა ვქნათ ექიმთან, გასტროენტეროლოგთან მისვლამდე და მინდა აღვნიშნო, რომ ამ რჩევების შესრულებისას შესაძლოა ჩივილი იმდენად გაუმჯობესდეს, რომ ექიმთან მისვლა და ამაზე დროის და რესურსების დაკარგვა საჭირო სულაც არ გახდეს. ასე რომ მინდა რომ ყურადღებით მოისმინოთ და გამიხარდება თუ გაიზიარებთ ამ რჩევებს და შეისმენთ და დაიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მაშასე პირველი რჩევა, რითიც დავიწყებდი რეკომენდაციების გაცემას, იქნებოდა მოწევისთვის თავის დანებება. შეიძლება სერიოზულად არ მოეჩვენოს ეს საკითხი ბევრს, მაგრამ საკმაოდ სერიოზული თემაა. გარდა იმისა, რომ ნაადრევის სიკვდილის მიზეზს ავირიდებ თავიდან, ამან შეიძლება გაზების ჭარბად დაგროვებაც გააუმჯობესოს, იმიტომ რომ მოწევის დროს ადამიანი უფრო მეტ აირს ყლაპავს და ჩვენ კიდევ ვთქვით ზემოთ, რომ აირების გადაყლაპვა მისი ნაწლავში მოხვედრის ყველაზე ხშირი გზა არის თქო. ასე რომ ცდათ ნამდვილად ღირს, როგორც მინიმუმ მოწევა დაგრჩებათ დანებებული, ხოლო მაქსიმუმ შესაძლოა ამან აირების ნაწლავში მოხვედრაც კი გააუმჯობესოს. მეორე რჩევა იქნებოდა საღეჭი რეზინებისგან და საწუწნი გამფეთების მოხმარებისგან თავის შეკავება, იმიტომ რომ ამ დროს გაზების ნაწლავში დაგროვების ორივე გზას ვააქტიურებთ. გარედან მის მოხვედრასაც უწყობთ ხელს და ვააქტიურებთ და ასევე ნაწლავებში მის წარმოქმნასაც ვააქტიურებთ. იმიტომ რომ
თუ განსაკუთრებით და როგორც წესი საღეჭი რეზინების და საწუთნი განფენებიც არის ხელოვნური დამატკბობრებით გაჯერებული, ჩვენ კიდევ ვთქვით, რომ ეს ხელოვნური დამატკბობრები იწვევს გაზების მეტად წარმოქმნას ნაწლავებში ბაქტერიების მიერ მათი ფერმენტაციის შედეგად. ასე რომ ეს ჩვევა შელევა ღირს, იმიტომ რომ მისგან ბენეფიტი ნაკლები გვაქვს და ზიანი კიდევ შეიძლება მოგვადგეს ასე გაუცნობიერებლად. მნიშვნელოვნად მოუმატეთ ფიზიკურ აქტივობას. იქნება ეს დიდი რაოდენობით სეირნობა თუ ძუნძული თუ კიდევ უფრო მაღალი ფიზიკური აქტივობა, ეს ხელს შეუწყობს ნაწლავებში გამოკეტილი გაზების ევაკუაციას და შედეგად მასთან ასოცირებული დისკომფორტის გაუმჯობესებას. ასე რომ ფიზიკური აქტივობა აქ შეუცვლელი მკურნალობაა და ეცადეთ, რომ როდესაც გაზები დაგიგროვდებათ და როდესაც ეს შეგაწუხებთ, პირველი გადახედოთ თქვენი ცხოვრების წესს, ხო არ არის შემთხვევით მჯდომარე ცხოვრების წესი და ხო არ ღირს ცოტათი გააქტიურება. მნიშვნელოვნად შეამცირეთ ხელოვნური დამატკბობრებით გაჯერებული საკვებისა და სასმელის მოხმარება. იმიტომ რომ ხელოვნური დამატკბობრებით მდიდარი არც საკვები და არც სასმელი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით როგორც წესი არ გამოირჩევა. შესაბამისად, მათგან ბენეფიტი ნაკლები გვაქვს, ხოლო გაზების დაგროვებას კი როგორც გარედან მიღებული გაზების გაზდით, ასევე შიგნითვე ნაწლავებში მოხვედრილი საკვების დაშლის შედეგად წარმოქმნილი გაზების მეტად გამომუშავებით, ამ ორივე მექანიზმით ეს გაზების უფრო მეტ დაგროვებას იწვევს. ასე რომ თან ესეც შეიძლება იპაროს ჩვენი ყურადღების მიღმა, შეიძლება არ ვაქცევდეთ ყურადღებას და ისევ სუსნაობდეთ გადარბენაზე ვიყოთ, არ ვაქცევდეთ ყურადღებას იქ რაღაცა ტკბილეულს შამდეთ, ტკბილეულს სვამდეთ, ამ ტკბილ სითხეებს მით უმეტეს ადამიანი ყურადღების მიღმა ეპარება ხოლმე, იმიტომ რომ არ თulis ამას საკვებად და შემდეგ ძირითადად გადარბენაზე ღებულობს ამ ყველაფერს. ასე რომ ეს არ გამოგეპაროთ, დაფიქრდით და თუ ხელოვნური დამატკბობრებით მდიდარ ტკბილეულსა და როგორც საკვებს, ასევე სასმელს ღებულობთ, აუცილებლად უარი თქვით მაგაზე ან მინიმუმამდე დაიყვანეთ მოხმარება. დააკვირდით კვების პროცესს. კვება როგორც წესი ძალიან ავტომატურად ხდება და ძირითადად გონება ამ საქმეში ჩართული არ აქვს ხოლმე. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ დღევანდელი დროის ძალიან მაღალ ტემპს, რა ტემპშიც გვიწევს ცხოვრება, კვებაზე ასე როგორც წესი არ აქვს ასე ფუფუნება, რომ დავჯდეთ და კვებაზე ვიფიქროთ და გააზრებულად ვიკვებოთ ხოლმე. თან კვების ტემპი ისეთი საკითხია, რომ ამას ასე ნებელობაზე არ არის დამოკიდებული, რა ტემპითაც კვებას მიჩვეული ვართ ბავშვობიდან, როგორც წესი ამ ტემპით ვიკვებებით ხოლმე მერე მოზრდილობის ასაკში. არა და მეცნიერება გვეუბნება, რომ გაზების ნაწლავში გაზების დაგროვების ყველაზე ხშირი გზა არის გარედან აირების გადაყლაპვაო და გარედან გადაყლაპვა მნიშვნელოვნად იზრდება სწრაფი კვების დროს. ასე რომ ეცადეთ, რომ დაფიქრდეთ კვებაზე თუ გაზების ჭარბად დაგროვება გაწუხებთ და თუ ნახავთ, რომ ცოტა მაღალ ტემპში იკვებებით, ეცადეთ იმუშაოთ იმაზე, რომ კვების ტემპი ნელ-ნელა დააგდოთ და ცოტა გააზრებულად იკვებოთ. შემდეგი რჩევა შეეხება მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს. როდესაც გაზების ჭარბად დაგროვება შეგაწუხებთ, ცოტა ხანი პაუზა აიღეთ, გამოდით ამ ორ მტრიალიდან და დაფიქრდით თქვენ თავზე, ხო არ გაქვთ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები? როგორ დღეშია თქვენი ნერვები, როგორ დღეშია თქვენი მენტალური ჯანმრთელობა? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მომნელებელი სისტემა ნერვული სისტემის მიღმა ვერ განიხილება. ეს არის ნერვული სისტემის ნაწილი. ნეიროგასტროენტეროლოგია არის პაციენტის გასტროენტეროლოგიური ჩივილების უხშირესი მიზეზი. ასე რომ, როდესაც გაზების ჭარბად დაგროვება შეგაწუხებთ, შეიძლება ამან დაგაყენოთ კვალზე, რომ უფრო საყურადღებო მოვლენები გაქექოთ თქვენ თავში და მიხვიდეთ უფრო საყურადღებო დარღვევებამდე. ასე რომ დაფიქრდით, ჩაიტარეთ თვითდიაგნოსტიკა პირველ ეტაპზე და შემდგომ რა თქმა უნდა პროფესიონალების ჩართეთ და დააკვირდით თქვენ თავს, ხო არ გაქვთ რაიმე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და ხო არ არის ეს მომატებული დისკომფორტის ერთ-ერთი მიზეზი. და ბოლოს თუ დენტალურ პროთეზებს ატარებთ, ერთხელ სანამ გასტროენტეროლოგთან მიხვალთ, შესაძლოა დენტისტთან მისვლას აზრი ქონდეს, იმიტომ რომ ინახოს ხო არ გაცვდა თქვენი პროთეზი და ხო არ გაფუჭდა და ხო კარგად არის დაყენებული, იმიტომ რომ ესეც შესაძლოა ერთ-ერთი საკმაოდ ხშირი მიზეზი იყოს გაზების ჭარბად გარედან გადაყლაპვისა და შემდგომ მუცელში დისკომფორტის გაჩენისა. ყველა ამ რჩევის შესრულება, რაზეც ახლა ზემოთ ვილაპარაკეთ, ნამდვილად ღირს სანამ ექიმთან მივალთ. გაზების დაგროვებას თუ არ გააუმჯობესებენ, სხვა იმდენი რაღაცეები მოგვარდება გზადაგზა, რომ შესაძლოა ამ დისკომფორტის გაუმჯობესებაზე უფრო მეტი სარგებელიც კი მიიღოთ ცხოვრებაში. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რახან ადამიანებთან კონტაქტი ჩემი საქმეა და ვიცი განსაკუთრებით გასტროენტეროლოგიური პაციენტების მოქმედების мотиваცია და მათი მოქმედების პატერნებს მეტნაკლებად ვიცნობ, ანუ ზუსტად ვიცი რომ ისინი მიდრეკილი არიან კიდევ უფრო მეტი რაღაცეების კეთებაზე. ამ რაღაცეების არ გაკეთებაზე რაც ვთქვი და კიდევ უფრო სხვა რაღაც საშუალებების მოძებნაზე. აი აქ მინდა რომ ძალიან ყურადღებით ვიდეოს ბოლოს გავამახვილო ორ მნიშვნელოვან რამეზე ყურადღება, რომელსაც არ გირჩევთ არავითარ შემთხვევაში, რომ გაზების ჭარბად დაგროვების დროს
გააკეთოთ, იმიტომ რომ ამით შეიძლება თავი დაიზიანოთ, სარგებელი კი ვერ მიიღოთ, არამედ თავი დაიზიანოთ. ასე რომ თუ ზემოთმოსემულ რჩევებს არ შეასრულებთ, ან თუ შეასრულებთ და ეფექტური არ იქნება და სხვა რაღაცეების გაკეთებას გადაწყვიტავთ, ხო, იქნებ ეს მაინც არ გააკეთოთ, რაზეც ახლა გავამახვილებთ ყურადღებას. ნუ გადააქცევთ საკუთარ სხეულს წამლის გამოსაცდელ ლაბორატორიად. ეს იქნება ჩემი პირველი გაფრთხილება, რომელსაც მოგცემდით გაზების ჭარბად დაგროვების თვითმკურნალობის დროს და არა მარტო თვითმკურნალობის სხვა შორის. ამას განმარტავ ახლა რას ვამბობ. სამწუხაროდ, ქართული ჯანდაცვა კორუფციულია და პაციენტს წამალი უხშირ შემთხვევაში არა იმიტომ ენიშნება, რომ ეს პაციენტ ჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ეს ჭირდება ფარმაციას, ჭირდება ექიმის ფინანსურ კეთილდღეობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე, რა თქმა უნდა, ქართული ჯანდაცვის პრობლემებზე, მათი სავარაუდო მოგვარების გზაზე ვაპირებ საერთოდ სხვანაირი ვიდეოების ციკლის ჩატარებას. ეხლა ეს თემა არ განვავრცოთ რა. ეს უბრალოდ მოცემულობაა და გვახსოვდეს. ყველა ვიდეოს დროს ამ თემას შევეხებით, აი უმეტესობის დროს მაინც რა. შესაბამისად, ისედაც რომ ექიმთან მისვლაც კი შეიძლება საყურადღებო და სახიფათო იყოს, იმიტომ რომ არასაჭიროდ ბევრი წამალი დაგვინიშნოს, ამას თავად მაინც ნუ გააკეთებთ. ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რაც შეგვიძლია ასეთ დროს ვქნათ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად აქცევთ საკუთარ თავს ლაბორატორიის ცხოველებად და წამლების გამოსაცდელ ველად რაც უფრო გაიხდით თქვენ სხეულს, მით უფრო მეტი არის კი რომ თავი დაიზიანოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ეხება სიმეტიკონის და თუნდაც ლაქტაზას ფერმენტების თვითნებურ მოხმარებას, ძალიან რაციონალურ და ისეთ სიმპტომურ მოხმარებას. ეს წამლები ყველგან ურეცეპტო წამლებია და მათი გამოყენება დიდი დანაშაული არ არის ექიმის გარეშეც. თუმცა შევინარჩუნოთ ისეთი რა, რაციონალურობის ზღვარი. ვეცადოთ რომ არ გადავამლაშოთ, ვეცადოთ რომ ამ ექსპერიმენტებში არ შევყვეთ, არ შევტოპოთ. იქ მერე ვიღაცა რაღაცას გვირჩევს, იქ მეზობელი, იქ ვიღაც სხვა ექიმი, იქ ვიღაცა კიდევ მჭყიბავი, ვიღაცა შეგვილოცავს, ვიღაცა რაღაცას იზამს და ასე ჩივილი ხან გაუმჯობესდება, ხან არა, ამ ფიქსში მერე კიდევ უფრო მეტად დაიბნევით და საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ დასტა წამლებს შეიძლება სვამდეთ ჩივილის გამო და ჩივილი კი ჩივილად რჩებოდეს. ასე რომ გირჩევთ რომ მესმის რომ აქ დრო ძალიან რთულია, მაგრამ ეცადეთ რომ ცივი გონებით ზედმეტი მედიკამენტური ექსპერიმენტებისგან რამენაირად იქნებ თავი შეიკავოთ. და მეორე, არანაკლებ მთავარი კი არა, შეიძლება უფრო მთავარიც კი, რაც მინდოდა ამ დროს მეთქვა, არის ის, რომ მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ ძალიან აგრესიული, შემზღუდველი, რესტრიქციული დიეტებისგან. უყურეთ ახლა აქ რაშია საქმე. კვებითი შეზღუდვების დაწესება გასტროენტეროლოგიაში არის ძალიან ფაქიზი და სათუთი თემა. სამწუხაროდ, ქართველი გასტროენტეროლოგები ამ მიმართულებით შესაძლოა ბევრს ცოდავდნენ, იმიტომ რომ საბჭოთა განათლების სისტემა ამას ასე არ უყურებდა, თუმცა გამოხდა ხანი და მედიცინამ ამას რაღაცეებს სხვანაირად შეხედა, ცოდნა გაიზარდა. დაგროვილმა ცოდნამ კი ადამიანებს უთხრა, რომ რაც უფრო აგრესიული და მკაცრი იქნება გაუთვალისწინებლად მკაცრი იქნება დიეტური შეზღუდვები, მით უფრო მეტად შეიძლება გაღარიბდეს ადამიანის მიკრობიომი, ნაწლავური ფლორა და რაც უფრო ღარიბი იქნება ადამიანის მიკრობიომი, მით უფრო მეტად შეიძლება მგრძნობიარე გახდეს ადამიანი სამომავლოდ ამ ნებისმიერ გასტროჩივილზე და ნებისმიერ პროდუქტზე. ასე რომ კვებითმა შეზღუდვებმა აქ და ახლა შესაძლოა თვალშესამჩნევი კარგი შედეგი გამოიღონ, შეიძლება არ მიიღოთ არაფერი პროდუქტი, ხილი, ბოსტნეული, გაზების, აი ზემოთ რაც ჩამოთვალეთ ის პროდუქტები შეიძლება არ ჩამოთ და ხვალთავი კარგად იგრძნოთ, მაგრამ ხვალ ხო არ მთავრდება არა თქვენი ცხოვრება. წლების მერე შეიძლება თქვენი ნაწლავები ამ კვებითი შეზღუდვების პირობებში არსებობის დროს იმდენად მგრძნობიარე გახდეს, რომ თქვენი ამ გასტროენტეროლოგიური დისკომფორტების მართვა ნებისმიერ ექიმს ძალიან გაურთულდეს. დამრწმუნებული ვარ, რომ ამ ვიდეოს მაყურებელი არაერთი პაციენტი იქნება, რომელსაც ეს ასე დამართნია, რომელიც ოდესღაც შესულა ამ შემზღუდველ რესტრიქციულ დიეტებში და ვერც ვერასდროს გამოსულა იქიდან და მისი ცხოვრების ხარისხი წამიერად თუ გაუმჯობესებულა, მერე წლების განმავლობაში დაქვეითებული დარჩენილა. ასე რომ ვისაც ეს ჯერ არ დაგიწყიათ, გირჩევთ რომ 100 ჯერ დაფიქრდეთ, სანამ ჯანსაღი პროდუქტების შეზღუდვას ეხება საქმე. შეზღუდეთ აუცილებლად ის, რაც იცით, რომ უეჭველი კარგია თქვენთვის. აი ზემოთ ხო ვილაპარაკეთ, რომ უეჭველი მომგებიანი სულები რაც შეგიძლიათ გააკეთოთ საერთოდ ექიმის გარეშეც. ხო, მაგალითად, ხელოვნური დამატკბობლებით გაჯერებულ საკვებზე თუ სასმელზე რო უარი თქვათ და ნიკოტინზე და მოწევაზე რო უარი თქვათ, ამით მხოლოდ იხეირებთ, ამით უარესი არ იქნება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დააკვირდებით, ამით თუ გაუმჯობესდება გაზების დაგროვება, ხო კარგი, მაგრამ თუ არ გაუმჯობესდება, ამის მიღმა კვებით შეზღუდვებთან უკვე ძალიან ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ გაზების ჭარბად დაგროვება შეიძლება გამოიწვიოს ბევრმა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანმა და ჯანსაღმა პროდუქტმა, რომელიც ასე ხელაღებით შეზღუდვა 1 და 2 დღით არ აუშავს, მაგრამ წლები ამ პროდუქტებისგან თავი შეკავება და ასე ვთქვათ, არ მიღება შეიძლება უფრო მეტ ზიანს გაყენებდეთ,
მივხვდეთ ვიდრე სარგებელს. და მეორე, როცა კვებით შეზღუდვებზე ვლაპარაკობთ გასტროენტეროლოგიაში, ერთი რამე უნდა გვახსოვდეს, რასაც ასევე არ აქცევდნენ უწინ გასტროენტეროლოგები ყურადღებას და ამ ბოლო პერიოდში უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ეს არის სხვადასხვა კვებითი ქცევის დარღვევები და კვებითი აშლილობები. ამ კვებითმა შეზღუდვებმა დროებით ჩივილების გაუმჯობესება, მერე გაუარესება, მერე კიდევ ამას ზედამატებულმა ახალმა შეზღუდვებმა შეიძლება კვებითი ქცევის დარღვევები, ფსიქოლოგიური პრობლემები, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები გააჩინოს ისეთი, რომ კვებითი აშლილობაც კი ჩამოყალიბდეს პაციენტთან. მაგალითად, ახალ აღწერილი კვებითი აშლილობაა რესტრიქციული თავიდან არიდებადი კვებითი ქცევის დარღვევა RFID, ასეთი აბრევიატურა ლათინური, რომელიც არის საკვების ჩივილების გაჩენის შიშით სხვადასხვა საკვები პროდუქტების არ მიღება და საბოლოო ჯამში პაციენტი შეიძლება მთელ კოჰორტას და წყებას ზღუდავდეს საკვებისას ისეც, რომელიც მისი ნაწლავების ჯანმრთელობისთვის არის საჭირო. ასე რომ მოგიწოდებთ და გირჩევთ გულით, რომ ამ შეზღუდვების ციკლში ნუ ჩაერთვებით. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ როგორც ექიმთან მიდიხარ და ბევრ წამალს დაგინიშნავთ ღირს, რომ ალბათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ, ასევე გირჩევთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ, გაზების ჭარბად დაგროვებით, როცა ექიმთან მივხვალთ და ძალიან მკაცრ დიეტებს თუ დაგიჭასებთ და ყველაფერს თუ აგიგზავნოთ, ჯობია რომ მაინც სხვა ექიმთან გადაამოწმოთ, იმიტომ რომ ეს ასე შეიძლება გრძელვადიანად თქვენთვის უფრო უარესი გამოდგეს. თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაცია გაითვალისწინეთ და თუ რაც გასაკეთებელი იყო ეს გააკეთეთ და რაც არ იყო გასაკეთებელი ესენი არ გააკეთეთ და მაინც გაწუხებთ ჩივილი, მერე უკვე ღირს ექიმთან ვიზით. ექიმი შეუკვეთავს რაღაცა ტესტებს, დაგელაპარაკებათ, დააკვირდება, ეცდება მიზეზის ფოვნას და შემდგომ ეცდება ამ მიზეზის მკურნალობას. ეს უნდა იყოს წესით გაზების ჭარბად დაგროვების დროს თქვენი მოქმედების ალგორითმი. ჯანმრთელობას გისურვებთ.